მე ვარ ანჟელიკა ზაგანია 12 წლის. სწავლობ ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის კულინარია, ცეკვა და თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ანსამბლ აფსაროში. მახსოვს პირველი დღე აფსაროში რომ მივედი. ცოტათი ნერვიულობდი, იმიტომ რომ არავის არ ვიცნობდი და არაფერი არ ვიცოდი. არაფერი არ მქონდა ჩუსტები, ფორმა, წამოვედი, ვიყიდე ფორმა, ჩუსტებით და მეორე დღეს უკვე მივედი ცეკვაში. ცეკვაში ყველაზე რთული არის ახალი ილეთის შესწავლა. ყველაზე ადვილია ნასწავლი ილეთების ერთმანეთზე გადაბმა. აფსაროში ჩემი მასწავლებლები არიან რიმა სამნიძე, ედო სამნიძე და მურთა შანთაძე. ერთმანეთზე უკეთესები არიან და ყველა ბავშვს გვიყვარს. უკვე მქონდა 2 კონცერტი, უფრო კარგად დამამახსოვრდა ზაფხულის კონცერტი. ეს კონცერტი იყო თურქეთში, კარგად გავერთეთ და მედლებიც დაგვირიგეს. სოლოს ჯერ არ ვცეკვავ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე ვიცეკვებ აჭარულში. მე რო კარგი მოცეკვავი იყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი პარიზში. მაგ კონცერტზე ბილეთი ეღირებოდა 100 ევრო. ჩემი საკონცერტო აფიშა ასეთი იქნებოდა. მე სცენაზე ვიდგებოდი და უკან მექნებოდა ლამაზი ფონი. აფიშას ეწერებოდა ცნობილ ქართველი მოცეკვავეს ანჟელიკა ზაგანიას სახელი, გვარი, ფრანგულ და ქართულ ენაზე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ილია იკოშვილი. ყველაზე ცელქი არის სულიკო ავალიანი, ყველაზე ჭკვიანი არის დათა ფაღავა, ყველაზე მშვიდი ანასტასია ნაკაშიძე. მე ვარ ყველაზე კარგი, კეთილი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის ხატია ხალვაში, არის ძალიან კეთილი, მხიარული და ცუდ ნიშნებს არ წერს. კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ არის ლამაზი და ბავშვებს არ უყვირის. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი და მოცეკვავე. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი დიზაინერი. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის, რადგან ვიქნებოდი უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა და მამა. და-ძმა იმიტომ არ მინდა რომ მყავდეს, რომ დედას და მამას ნახევარი სიყვარული მისი იქნება და ნახევარი მე დამრჩება. მამა არის კეთილი, მხიარული და ძლიერი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, მზრუნველი და მეგობრული. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელს დედამიწაზე. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. ძალიან მიყვარს დალაგება სახლის, ოღონ თუ ვარ მარტო, თუ სახლში ვინმე არის არა. იმიტომ რომ ესე ვთქვათ ხელს მიშლიან. კიდევ მიყვარს კულინარია. კულინარიაში ძალიან ბევრ რაღაცაში ვერ ვერკვევი, მაგრამ მიყვარს და ვცდილობ რომ გავერკვიო უფრო. პირველად რომ საჭმელი გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი და საკმაოდ გემრიელი იყო. ახლა ყველაზე კარგად ვწავ კარტოფილს. ჩემი საყვარელი საჭმელი არის შაურმა. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის მარტო სახლში. ამ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი კევინის როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, საქართველოს გავაერთიანებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ნამდვილი მანქანა. სკოლას რომ დავამთავრებ, ვიყიდი შავი ფერის მერსედესის ჯიპს. ახლა რომ სოფლიოში ყველა ბავშვი მისმენდეს, ვეტყოდი რომ მიყვარს ყველა კეთილი ბავშვი და ვუსურვებ ჯამრთელობას და კარგად ყოფნას. უფროსებს ვურჩევ, რომ იყვნენ კეთილები და ბავშვებს შეუსრულონ სურვილი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, ანჟელიკა რომ არ გერქვას, რა გერქმეოდა. მე ანჟელიკა დამარქვა მამამ და ჩემი სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანჟელიკა რომ არ მერქვას, მერქმეოდა ელისაბედი. ჩემ შვილებს დავარქმევ ნიცას და ბიჭს დავარქმევ ვაჩეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ესეთ კითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაში არის ფრენბურთი. ჩემი ნება რომ იყოს, ავკრძალავდი ბეისბოლს, იმიტომ რომ არის გაუგებარი. ბედნიერება არის, როცა ყველა სურვილს გისრულებენ, ხარ ჯამთელი, კარგი და ცხოვრობ კარგ ქვეყანაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.